ირაკლი, დავიწყოთ კალაძის დღევანდელი თავის მართლებით, რომელთაც ის დღესაც წარსდგა საზოგადოების წინაშე. მან თქვა, რომ ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციების მიზეზია, მისივე თქმით, როცა მოკლე დროში მოდის დიდი ნალექი, მსგავსი მხოლოდ თბილისში არ ხდება და რომ ამას ვხედავთ ევროპის დიდ ქალაქებშიც არაფერი არის საგანგაშო, რომ ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება რეალურად რა პრობლემებს აჩვენებს ყოველ ჯერზე მოსული ნალექი დედაქალაქში. გეკითხებით ამას როგორც მერობის ყოფილ კანდიდატს, რას უპასუხებდით კალაძეს? კახა კალაძე სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, როცა ამბობს, რომ თურმე ყოველი წვიმის შემდეგ ვიღაცებს სპეკულაციის საშუალება ეძლევათ. მართლა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. სპეკულაციის საშუალება კი არა. ყოველი წვიმა არის დასტური იმისა, რომ მე-9 წელს საკუთარი მერობის კახა კალაძე არის წარუმატებელი, კორუმპირებული, კორუფციასთან ასოცირებული მერი, რომელსაც არასდროს ყველაფერი ფასადურად გააკეთა. აი ახლა სანამ თქვენ ჩართვაზე დავდგებოდი, სოციალურ ქსელში გამომიგზავნეს ერთ-ერთი პოსტი, სადაც მარჯანიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 2 კვირის წინ ჩავარდა ასფალტი, მივიდნენ, გააკეთეს და დღეს ისევ ჩავარდა. ანუ ამასთან ასოცირდება არა მხოლოდ ის ქუჩები, რომლებსაც ჯერ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, რეაბილიტაცია ჩატარებული ქუჩებიც იტბორება ყოველდღიურად. ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობა არასდროს კალაძეს არაფერზე არ აუღია, არც გზაზე, არც წყალზე, არც წყალდიდობაზე, არც მწირე ჟუჟუნაწვიმაზე და არც წყალმოვარდნაზე. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკია, რომლის ერთადერთი საქმეც არის, რომ მის გარშემო არსებული არქი, შმარქი, ვიღაცა თავისი ძმაკაცი ჩინოვნიკები უბრალოდ გამდიდრდნენ და უზარმაზარი ფული იშოვონ. 4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა აქვს მარტო გაცემული. წარმოგიდგენიათ, რაოდენობის სამშენებლო ნებართვებზე ვსაუბრობ. გიორგი და ამ დროს არსად არ არის ნორმალურად დაგეგმარებული. დედაქალაქს ისე ავითარებს კახა კალაძე, რომ ამის გამოსწორება ან შეუძლებელი იქნება, ან მილიარდობით დოლარი დაჭირდება დამატებითი მობილიზება, რომ უბრალოდ გამოისყიდოს უბედურებები, რასაც ის აშენებს და ნორმალური მშენებლობები, ანუ საჯარო სივრცეები უზრუნველყო. მისი მერობის პირობებში წარმოგიდგენიათ, დაახლოებით 5,000 შემცირდა, შეიძლება ზუსტად არ მოვს, შემცირდა, ანუ მარტივად ეს რო ვთქვა, შემცირდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა. შემცირდა, კი არ გაიზარდა. ანუ 9 წელი რო ხელისუფლებაში ხარ და საპარკინგე ადგილების რაოდენობა კი არ იზრდება, მცირდება. ამიტომ მანქანების რაოდენობა ემატება, ურბანიზაცია მატულობს, იმიტომ რომ გააღარიბეს, გაუბედურეს რეგიონები. მე ახლა კახეთიდან გერთვებით თელავის მუნიციპალიტეტიდან სოფელი წინანდალი და გაღარიბებული, გაუბედურებულია რეგიონები და ყველა ცდილობს, რომ ცენტრებში გადმოცხოვრდეს. ეს არის თბილისი და ბათუმი, 2 ცენტრი, სადაც რაღაც სიცოცხლე და ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს და ამ დროს ავტომობილები მატულობს, ხალხის რაოდენობა მატულობს და საპარკინგე ადგილების რაოდენობა გაიზარდა. რა გაიზარდა კიდე? საპარკინგე ადგილების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ გაიზარდა რა? გაიზარდა ჯარიმები. ჯარიმები აჯარიმებენ ადამიანებს 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა გარშემო. წარმოუდგენელ ვითარებაში იმყოფება დღეს ქართველი ხალხი, რომელსაც კალაძე და მისი გარემოწმება ძარცვავს და რამდენჯერაც არ უნდა იწვიმოს ჟუჟუნაწვიმა და გამოვიდეს და ლაივები, უხმო ლაივები ჩართოს, მაინც ისეთივე სასაცილო იქნება საკუთარი ქალაქის, დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, რომელსაც შედეგის ნახვა უნდა. უნდა შედეგის ნახვა, რომ რამდენიმე 10 მილიონს რო ჩაათხრიშავს წერეთლის რეაბილიტაციაში, ჭავჭავაძის რეაბილიტაციაში, იქ ისევ წყალი არ დადგეს სულ რაღაც ერთ კვირაში ყოველ წამოწვიმებაზე. ირაკლი, როგორც გძანეთ, თქვენ თბილისის მიღმაც ბევრი პრობლემაა, ხო, იმყოფებით ახლა თქვენ კახეთის რეგიონში და უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ხო, აი რას ამბობენ ძირითადად ადგილობრივები, რა პრობლემებზე ლაპარაკობენ თქვენთან, საინტერესოა პროპაგანდა როგორ მუშაობს მათზე, ამ მიმართულებითაც მოვისმენთ თქვენ მოსაზრებას. შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდა ნაწილობრივ მუშაობს, მხოლოდ ხალხი არის გაბრაზებული და ძალიან საინტერესო კახელი კაცი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ უბრალოდ ფიზიკურად გრძნობ, რომ აიო მათი მიცხალზე, აი წკიპზე ჰკიდია მათი ძალაუფლება. თავადვე იციან, რომ რეალურად მათ ძალაუფლება უკვე დაკარგულია, გაბრაზებულია
უზარმაზარი წყენა არსებობს მათ მიმართ, მაგრამ არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკურ პროცესში გადათარგმნოს. მათ შორის გაბრაზებულები არიან მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებზე, რომ დროს ხარჯავენ მხოლოდ ერთმანეთის კრიტიკაში და ლანძღვაში. ზოგი საპატიმროდან იცლის იმისთვის, რომ პარტიები ლანძღოს, ზოგი გარეთ არის და ერთადერთი საქმე მისი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიები აკრიტიკოს. ნაცვლად იმისა, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს. აი ლელო მაგალითად ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს. დავდივარ ჩვენ საქმეს ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. რეგიონებში დავდივარ. მე ახლა კახეთში ვიმყოფები, ჩემი კოლეგები ნაწილი ქვემო ქართლში იმყოფებიან, სამეგრელოში იმყოფებიან, მოვიარეთ აქამდე და ამ თვეში მაგალითად მხოლოდ მე ვიყავი კახეთის მიმართულებით, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ცაგერში, რაჭა-ლეჩხუმში, მესტიაში ვიყავი ჩემს მეგობართან, მალხაზ გოშუანთან და სხვაებს თანამებრძოლებს. ირაკლი, შეგვიძლია ეს გავიგოთ, როგორც რაღაცნაირად თქვენ დაიწყეთ ნაადრევი წინასაარჩევნო კამპანია და ელოდებით 2028-ს და ეს არის თქვენი ამ ვთქვათ კამპანიის რეგიონული ტურნეს ვთქვათ მიზანი თუ ეს რაღაცნაირად არ არის კავშირში არჩევნებთან? გიორგი, არ არის კავშირში არჩევნებთან, მაგრამ ერთი ფრაზა რომ არც დაგვიწყია, იმიტომ რომ არ შეგვიწყვეტია, როცა კამპანიას ვაწარმოებდით ჩვენ მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნების პირობებში, შემდეგ მუნიციპალური არჩევნების პირობებში, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობა არის სწორი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს სულელური ბოიკოტი, რომელმაც მხოლოდ ივანიშვილი გააძლია ერთხელ და სამუდამოდ ამაზე ლაქ-ლაქს უნდა მორჩნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებმა აკეთონ პოლიტიკა. და ეს რაღაცა ახალი სახეები, რომლებიც რაღაც შეფუთულები აღმოცენდნენ სადღაც და სისულელებს როშავენ ბოიკოტის შესახებ. ჯობს რომ ჭუას მოუხმენ და პოლიტიკა აკეთონ და დაფიქრდნენ შედეგებზე. ამ ბოიკოტმა რა შედეგი მოიყვა? ივანიშვილი გააძლიერა. თელს რეგიონებში რო დავდივარ, ლელოს გარდა და კიდევ რამდენიმე მცირე ოპოზიციური წარმომადგენლობის გარდა, ოპოზიციური პარტიები მოკლეს, გაანადგურეს, თავადვე გაანადგურეს, მაშინ როცა დაუთმეს საკრებულოები და მომჯდარი ხალხის ბიუჯეტს, ხალხის რესურსს, აქვს წმენდა, უზარმაზარი წნეხი და უბედურება საჯარო სამსახურებში, სკოლებში, სიპებში და აიპებში და პატრონი არ არის ოპოზიციიდან დარჩენილი, რომ ქართულ ხალხს გამოეკომაგოს. ამიტომ ამ ბრძოლაში ჩვენი საქმე არის ის, რომ დავიცვათ საქართველოს ინტერესები, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და ავსახოთ ის ყველა დონეზე და ბოიკოტმა რაც გამოიწვია ის, რომ დავკარგეთ გავლენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ბერკეტები. ამიტომ ამ ბრძოლაში ვიმყოფებით და ვაგრძელებთ ამ საქმიანობას. ირაკლი, ასევე განხილვის საგანია პარტია ჯერ საქართველოს ლიდერის განცხადება. ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ივანიშვილთან საარჩევნო წესებზე საუბარია საჭირო, მანამდე კი ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ წესებზე სრულად ოპოზიცია შეთანხმდეს. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ამ გზით რაიმე შედეგზე გასვლა? მე რეალისტურად მიმაჩნია საქართველოს მოქალაქეებთან მუშაობა, აქტიურად მუშაობა. ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკოს, ვისაც უნდა ერთმანეთში ილაპარაკონ. მე არ მომისმენია ჯერ კონკრეტული სტეიტმენტი, ჯერ არჩევნებთან დაკავშირებით წესებზე კი არა. ის პოზიცია საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ საერთოდ ოპოზიციის არსებობა, მუშაობა, ბრძოლა, წინააღმდეგობაში მოქალაქეებთან მუშაობა. ყველას თავისი სტრატეგია აქვს, გაუმარჯოს ამ კონკრეტულ სუბიექტს, ახალ პოლიტიკურ სუბიექტს თავის გზაზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. არ ვაპირებ, რომ სხვა არც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების რაღაცა დღის წესრი ან შევაფასო, ან გავაკრიტიკო, ან რაღაცა, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც შეუძლია რაღაც სიახლის წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ლელო შეუძლია ამის გაკეთება და ვლაპარაკობთ, ვაკეთებთ, დავდივართ კიდევაც, ვიბრძვით კიდევაც. გუშინ ვიყავით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელი ერისიმედი, საზღვრისპირა სოფელია გიორგი, სადაც ცხოვრობს 80-მდე ოჯახი. დაახლოებით 9 დღის წინ მოხდა უმძიმესი წყალმოვარდნა, რომელ რა პირობებშიც, მაგალითად მეორე მხარეს 12 ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის მხარეს სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ იგილო ქართველები, მათ შორის და სამწუხაროდ ეს არ გახდა, თუნდაც საზოგადოებრივი განხილვის საგანი და აქეთ მხარეს უკვე ამ სოფელში, საზღვრისპირა სოფელში რომ მოხვდეთ, ხო? აი ბლოკპოსტი უნდა გაიარო და ამ სივრცეში აღმოჩნდით, ვესაუბრეთ, პირველად კი არ ვიყავით. დაახლოებით მერვე მეცხრე ვიზიტი გქონდა გიორგი. უმძიმესი პრობლემებია, დატბორილი, განადგურებული სავარგულები, სკოლა დახურულია, ერთი სკოლა იყო და ერთი ბაღი იყო, ორივე დახურულია, იმიტომ რომ ავარიულია. ანუ ჩავედით, მერვე თუ მეცხრე ჩასვლა გქონდა და
გაიგეს იმის შესახებ, რომ ჩავდიოდით, წინასწარ შევატყობინეთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას, ჩაგვასწრეს იქ ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელმა 20-მდე ავტომობილი იყო, ჩვენ არ გაგვატარეს მესაზღვრეებმა, მანამ სანამ ამ 20 ავტომობილმა არ დატოვა და შევედით. ისევ მოსახლეობა დაგვხვდა, შეგხვდა და თქვა, რომ თქვენი დამსახურება, თქვენ რომ აქამდე 8-ჯერ არ ჩამოსულიყავით, არავინ არ ჩამოვიდა და ხელისუფლებიდან და იძულებულები არიან. ეხლა რომ დადეს 15 აგვისტოდან დავიწყებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასო და ნახოთ 15 აგვისტო თუ დაიწყებენ ამის გაკეთებას ხომ კარგი თუ არა და მართლა ხელში წაუჭერთ და გავაკეთებინებთ. ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციის საქმე, რომ დაამტკიცოს იმით, დღეს მოვდიოდით თან კოლეგებთან ერთად ვარ კახეთში, მე ფიქრია ჩიხრაძე და ოთო ფარულავა და ფიქრიამ გაიხსენა ეს რაღაცა, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ძიმე ისტორია გვხდება გზადაგზა და ფიქრიამ გაიხსენა გოდერძი ჩოხელს აქვს ესეთი მოთხრობა დარდების შემგროვებლები და მართლა დარდებს ვაგროვებთ გზადაგზა, რომ აი ვისმენთ ამ ძიმე ისტორიებს, აი მაგალითად სოფელ კისისხევში ერთ-ერთი ძალიან კარგი ციბაძე, ესეთი ოჯახი, რომელსაც საერთოდ უზარმაზარი მეურნეობა ჰქონდა მეფუტკრეობის და კისისხევის წყალმოვარდნა 12 დღეზე უბრალოდ წაართვა მთელი მისი აულადიდება 30 წლის განმავლობაში ნაშენები მეფუტკრეობის და მეურნეობა წარმოიდგინეთ. და ხო ამ დარდებს ვაგროვებთ გზადაგზა და რეალურად ოპოზიციაში ყოფნა არის ერთი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მეორე მომზადება ხელისუფლებისთვის. კი, იმიტომ რომ უნდა იცოდე ამ ხალხს რა უჭირს, სად რა ხდება, საქართველოს თუ არ შემოგივლია დალოცულო ოპოზიციონერო, რისი გაკეთე, როგორ წარმოგიდგენია რომ შენ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე. ამ ადამიანების გულის ტკივილი თუ არ იცი, ვის რა უჭირს, სად წყალი არ არის, სად გაზი არ არის, სად გზა არ არის, სად არანაირი საგანმანათლებლო სტრუქტურა არის, ბაღი, სკოლა. ან თუ ეს არ გაგიკეთებია, როგორ წარმოგიდგენია ხელისუფლებაში საერთოდ შეგიძლია მოხვიდე და ამ ხალხის გულის ტკივილი ახლოს მიიტანო. ამიტომ ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე და არა მხოლოდ ტელევიზიებში ჯდომა და შემოთავაზებების გამოგორება, რომ ახლა ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, მემორანდუმი შევქნათ, ხელი მოვაწეროთ, არავის არაფერში არ აინტერესებს, სულ ფეხებზე კიდია შრომელ კაცს, რამდენ მემორანდუმს მოაწერ ხელს და რამდენ სისულელე ახალ განცხადებას გამოადნო. მას უნდა შენგან დაინახოს ბრძოლა, რწმენა და კომპეტენცია, რომ შეგიძლია რომ მიხვიდე, მოусმინო, უბრალოდ თანაუგრძნო, თუ ჯერ შეცვლა არ შეგიძლია ამ ყველაფრისა და მოემზადო იმისთვის, რომ შენ თუ ხელისუფლებაში მოხვალ, ამის გამკეთებელი ხარ. და ეს მათ შორის იკითხება, თვალებში როცა გიყურებს ადამიანი, მაშინ შენში უნდა იკითხებოდეს, თუ ეგეც არ იკითხება და გაყინული გაქვს თვალები, გაყინული გაქვს გული, არ შეგიძლია ფიზიკურად და გონებრივად და ინტელექტუალურად შრომა შენი სამშობლოსთვის, მაშინ წადი და ინტელექტუალური თამაში რასაც როდის ითამაშე და გიყურებთ და ტაშ დაგიკრავთ პოლიტიკოსებო. თუ არ და დაანებეთ თავი პოლიტიკოსობას და არ ვიცი, ეს მე სხვანაირად არ წარმომიდგენია. უმძიმესი ვითარება ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის მოძალადე რეჟიმის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი, ის არის პირი, რომელიც ძალადობს ჟურნალისტებზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ყველა თითოეულ მოქალაქეზე ამ ქვეყანაში და ამ ძალადობრივ სისტემას ჭირდება რომ შევავიწროვოთ, სადღაც უნდა მოვახრჩოთ. კი უნდა მოვახრჩოთ. კი უნდა გაიგუდოს ეს ძალაუფლებრივი რაღაცა მურჩხული, რომელიც ადგას დღეს ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ამას ჭირდება ბევრი შრომა. როგორც არ უნდა დავიღალოთ, აგვისტო მოდის თუ ივლისი მოდის, ვინც არ უნდა მიდიოდეს დასასვენებლად, დღეს პატრიოტიზმი არის ჩემთვის. დასასვენებლად არ ვიცი ირაკლი, მაგრამ ციხეს კი უმიზნებს ბიძინა ივანიშვილი, თქვენს ლიდერებს მათ შორის, ვიცით რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე ფინალურ ეტაპზეა უკვე, მაისორედ ამაზე მინდოდა მომდევნო კითხვა დამესვა, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მოლოდინია რომ ივანიშვილი მრავალი წლით გაუშვებს პოლიტიკოსებს ციხეში. ივანიშვილი, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ნამდვილად არის ესე იგი მძიმე გამოწვევა, თუმცა ეს მძიმე გამოწვევა ჩვენ გამოვლილი გვაქვს. ერთხელ დაიჭირეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს, ხვალაც შეიძლება დაიჭირონ. ჩემი მოლოდინი არის რომ დაიჭერს 99%-ით ყველა პოლიტიკურ ლიდერს გამოუტანს, განაჩენს რომ ისინი გაუშვას საპატიმროში ან შეუზღუდოს გადაადგილება და ეს მოლოდინი მე პერსონალურად მაქვს. თუმცა ამის მიღმა თავარი არის რომ ივანიშვილი ყოველთვის ასეთ ნაბიჯებს დგამს იმისთვის რომ ჩვენ გადაგვიყვანოს რაღაცა ჩვენი გზიდან. დღის წესრიგიდან გამოვიდეთ, ცოტა ემოციური რაღაც უცებ აჟიტირება მივიღოთ, გამოვიდეთ, დავიხარჯოთ
რას ამბობდა გახსოვთ ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე. კარგიაო, ეხლა უნდა გამოვიდნენ იმისთვის რომ მე კარგად დავღალო და შემდეგ არჩევნებზე მოვახრჩო, საბოლოოდ მოვახრჩო. ამას ამბობდა 2024 წლის გაზაფხულზე. და ყველას გვიკვირდა რომ აი წინა საარჩევნოდ ამ გადაწყვეტილებას ასე ძალადობრივი ნაძირულური ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღება რა სჭირდებოდა. მე რა მოვაჩინეთ თურმე რა სჭირდებოდა, ხო? გადაგუღალა სტრატეგიულად, ეშმაკურად, ნაძირულად, ანტიეროვნულად და ანტიქართულად მომხდებს ეს კაცი და რაღაც წილ პერიოდულად ამ საშინელი ამბებით გვიგებს, იმიტომ რომ პოლიტიკოსების ნაწილი გამოდიან და ურას დაიძახებენ და ამ ნაურაზე გარბიან შემდეგ რაღაც გადაწყვეტილებებით და ჩვენ ქვეყანას დღეს სჭირდება პრაგმატული, გონიერი პოლიტიკური გუნდები, გონიერი პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურ პროცესში დაგეგმავენ, როგორ დაამარცხონ ურჩხული. ყველა ქართული ზღაპარი და მითი ამბობს, რომ ურჩხულები დევკაცები საშინელი წარმონაქმნები ზღაპრებში და ისტორიებში მარცხდებოდნენ მაშინ, როცა ზღაპრის გმირი ცოტა გონიერები, ცოტა ეშმაკობით, ცოტა მოხერხებულობით ჯაბრიდა მას და არა რაღაცა წარმოუდგენელი ყვირილით რომ გულზე შემოიკრა მუშტი და გაიქცა მის დასამარცხებლად. სადაც ავიდა ეს გონიერება? პოლიტიკა არის გონიერების ბრძოლის, ღირსების და მათ შორის უკომპრომისობის თუ ტირე კომპრომისების საქმე. ესე კეთდება, ესე მიიღწევა ბრძოლა და შედეგი და ეს უნდა დავაბრუნოთ. პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ და არა ერთის მხრივ ინტელექტუალური ჭრა კერვა, რომელიც ზღაპარია, სინამდვილეში კაი წყალი და ზღაპარია, რასაც ვისმენ ხოლმე ამ წარმოუდგენელ ეთერებში და მეორე მხარეს უნდა დავაბრუნოთ კი ღირსეული ბრძოლა და პრაგმატული პოლიტიკა.